ვერ გააკეთებ ბიჭო. ვაკეთებ თამარ. ვაკეთებ. გააკეთე ბიჭო. ვა, გაიგვიძე? რარი ხო? გაიგვიძე? მე უკვე დიდი ხანია გავიღვიძე. ძალიან დიდი ხანი. კეთება. რამდენი თვის არის მიშიკო? 7. 7 თვია მღვიძავს. 7 თვე. გეხოცები ლაშას, რა მიდი გააკეთე. მზადა, თითქმის. ისე, ვახო. ის დისკებიც რო შეცვალო და მაგარ იმაზე იქნება, მაგარ ვიძე მოვა. აი, ლაშა, მადუღარა ჩავთე. და რაღაცა მიბეჭკა, ბუ! და ის მე მგონი დენი ჩაქრა. მე მგონი? ხო, შუქი. ხო, მე მგონია რა, დენი ჩაქრა. აი, მე რა ვქნა? იცი რისი ბრალი მგონია მე კეთებანე? თამარი ბევრს ლაპარაკობს, დიდ ენერგიას რო გამოსცემს, ეთყობა ის ამომრთველი გადაიტვირთა ამომრთველი და გაფუჭდა. ბუხოში. ამას რო კითხო უძილოა და ლაპარაკით არ იღლება რა. აი, ჩემი ბრალია, ქმარმა დატოვა წვიმაში გარეთ და მე ამოვიყვა. ხო, მაგას ამოდან. კარბახო, გეხვეწები, წამოდი რა ნახე რა გეხვეწები, მოდი აბაშენში ამოწმე. მოიცა კეთება მოვალე ხადა ნახავ ერთი. რა უნდა ნახო დენმა არ დაგარტყას, რა უნდა ნახო. მიდი ვახო, მიდი, შენ თამარს უძლებ და დენმა რა უნდა გიქნას. ვახო არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ შენ ვერ მიძლებ. ისე თამარ, რა ვიფიქრეცი? მაინც ტყვილა ხარ და აი დენის ხელის ფანრები რო არის, ხო იცი ხელით რო უნდა ამუშაო ეს, ხო? ხო. აი ზუ დაიჭირო ამუშაო, ჭახის მაგირობა რო გაწიო. მაინც ტყვილა ხარ და რა ვიცი. დიდი აბა, კარგად ნახე რა ბახო, კარგი ლაშა ერთი სოფი გეხვეწები და იმდენი საქმე მაქვს და არ ვიცი ახლა როგორ უნდა გავაკეთო ესე უშუქოთ. საჭმელი მაქვს გასაკეთებელი, სარეცხი მაქვს და სარეცხი მიშიკოს წყალი როგორ გავუცხელო? როგორ გავუცხელო მიშიკოს წყალი? არ ვიცი რა ეს კიდე რა. კეთება. ამათი სახლი რო დავწვათ, მაინც აქ არის. შევიცი რა ამას ვერაფერი ვერ გავუგი ახლა დახნართული რაღაცა. ხო? რას გაუგებდი? ვერ გაუგებ. არ ვიცი რა. ერთი წუთია და მე რა ვიფიქრე იცი? კარტოფილი გავიგე რომ არის ძალიან კარგი გამტარი. ხო. ერთი ხაზი რო გადმოჭიმო იქ მოპირდაპირე ბოძიდან კარტოფილის ხაზი რო გადმოჭიმო და ეს ვერაფერს ვერ მიხდება თელასი. ხო, მიდი და გადმოჭიმე, ცხელ ხაზზე დავრეკო, ცხელ ხაზზე. ხო. გავიდა მოიცა ჩუმეთ ხო. ალო? დიახ, გამარჯობა. ხო. ცხელი ხაზია? დიახ, გამარჯობა, კეთებანი ვარ. ხო. ვერ მიცანით? თქვენ ალბათ ახალი ხართ გოგონი. ხო, მე კეთებანი ვარ, ფეხმძიმედ ვარ. ჩემს ფეხი აქვს მოტეხილი. დიახ, ბიძა ჩემს ცალი თვალი აკლია, დიახ. აი ასეთ. ხო. მისმენ, ხო და აი ასეთ სიბნელეში ვზივართ. დიახ, თქვენი ხალხი ხართ? გამითიშა. მანდ მომეც მე ვიცი სად უნდა დარეკო. კეთილო დღეს ხმაური გამოდიო და რაღაც ქონდა იმ ხელოსანს ჩართული. წიგნის მეზობლები რო ჭყიძე. მიდი დარეკე სამსახურში. მოიცადე დავრეკოთ რა როგორ გაუხარდება, ხო იცი შენი ხმის გაგება. მოიცადე. მიდი. აბა, ალო, მიცანი, ხო, თამრიკო ვარ, ხო. ირაკლი მომისმინე ახლა, იცოდე, შენ მუშას გავაცლით მას, იმიტომ რომ მთელ სახლში გაგვეთიშა დენი. ხო. კარგი. რაო რა გითხრა, რაო? მაგის ბრალი არ იქნება, მაგრამ თმა შეგიძლია გააცალო. მოგცა. აბა ეხლა მე ვიცი, ერთი წუთი. აი, მოხვედი გუსგო. როგორც იქ ამოვედი.
მოკრავს მე ეს მე-16 აღარ შემიძლია რა. თან საცობი იყო. რომ მოვდიოდი მიშლის საფულზე. რა საცობი იყო და ის სუკან ზანტი კაცი იყო გამოსული ძვლის შევიდა იმე. თავის სახში და მე ვიდექი და ველოდებოდი ასე ნელა მოძრაობდით. აი მოგიტანი ეს ჩაი და ყავა დამამბარ. და ქიშმეშიანი ფუნთუშა? არის. ქიშმეშიანი ფუნთუშა ლაითი იყო. ლაითი რას ნიშნავს? და აი ნახავ დიდია და ერთი წელი ქიშმიში დევს. აბა? აჰა. დილა ვშვიდობით? ჰა? მაიკო. იმას რა არის? დაიწყო ის უკვე ის ნუცას და ლადოს სიმღერები როა, ჰა? არა, დავხარდა. აუ, შენ რომ მითხარი, ბევრს იცინებო, კიდევ ვერ მოუხსარი? ეხა მე მძინავს თუ ეს მართლა ხარიც. ან გახლავართ აქ? მაიკო. ხამე ხوارხული ნავდიმე. ნახე რა მშვენიერი ამინდია. გასაგებია, ძალიან კარგი. მოხალხე. გადაიქი მან. ეს ხალხი საიდან აგიშვი? მე მეკითხებით? თქვენ გეკითხებით, დიახ, რა თქვენ? სასიამოვნო, საინტერესო შეკითხვაა. მაბადიეთ ვერ შეგამჩნიათ რომ შემოვედი, უცებ დიახ, ბოდიშ ვითხოვ. ბატონო დავით, არ გაგიგონიათ ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო? ამ შემთხვევასთან გვაქვს ჩვენ საქმე, მაგრამ ეხლა სალაპარაკოთ ამ ცალია. მე ახლა შევალ აბაზანაში, დიახ, მოვწესრიგდები, გამოვალ და შემდეგ გამაგრძოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, მუსაიფი. აბაზანაში ხო? აბაზანაში, დიახ. ვაი, ირაკლის ხეიზე? მეც კაი ტიპი ვარ რა. იქით არ არის აბაზანა კაცო, ხა? კიდე მომატყუა რა. მოკლედ, მე ახლა შევალ აბაზანაში, მოვწესრიგდები, გამოვალ და გამაგრძოთ ჩვენი მუსაიფი. დიახ, დიდი მადლობა. კარგი რა გქოს. დავა, მაიკო. Das muss aber sagen, nicht gut wenn sagen. აბა, გამოვედი, განვაგრძოთ, დიახ, საუბარი, რა. აბა, გამოვედი, განვაგრძოთ საუბარი, დიახ. მაიკო, რა გჭირს? მაიკო. დაანების თავი მოდი. რა? მოდი. რა კარგად არის ხო კაცო? არა, ძალიან ცუდი ამბავია. ამბავი? მა? რა არის? რა არის და ასეთი საოცარი ჩვევა აქვს მაიკოს მოკლედ. ვინმე თუ არ უცეკვა ლათინური ცეკვა ჩაჩაჩა დილი თქო ისე სულ ესე ხასერზე იქნება მთელი დღე აღარ შემიძლია რა დავაშავე არ ვიცი რა ვქნა მე ვერ ცეკვა ხომ საერთოდ არ ვიცი ცეკვა და შემოყავს ხანვინ ამომყავს 16-ად ხანვინ ამომყავს ხანვინ გამოყავს ჩემი მეზობელი ის და ესეთ დღეში ვარ რა აღარ მიდი კაცო მიდი ერთი ლათინო ამერიკული ჩაჩაჩა რა ისა ასეთ რამეს მედიცინა არ იცნობს ეხლა გაიცნობს ირაკ მაიკო ძალიან თქო რა მითხარი რომ მატყუებს ეს რა მოგივიდა რა სახით მეყურებს მაიკო ძალიან თქო რა ხუმრობს ხო რა ლათინო ამერიკული ცეკვა ვინ სად მართლა
მასხარავეთ, ხო? არ მინდა. რავე იმე, შენც კარგი არ მინდა თქვა და მასხარა ხარ რა. გამატარე კაცო იქ, გამატარე. ეს მინდა კიდევ ისედაც გამოტენილი მაგ თავი ფიქრებით და თუ აქ თქვენია, ორი დღით ვარ მოსული და ასე უნდა მომექცე კაცო. ბატონო ირაკლი, რაც თქვენ 3 წლის განმავლობაში მე მამასხარავეთ, მე მაგ ორი დღე და ამ ორი დღეში უნდა ამოვიღო ყველაფერი. შენ იქ იყავი, ირუშა თან ყვებოდა და შენ კიდე როგორ იქცევი? გასო, მე რო იქ ვიყავი, მე ვარ გამხდარი და ფაფუკი. და ვერავინ ვერ მომშნევდა. ეს დამხელა შეხედე ეს ბედულათი. ყველას ფეხებში ედება. ირუშ, დაგისხაყავო. არ უნდა. მართალია, არ მინდა. ახლა ეს. ირუშ. რა უნდა მეთქვა? აბაზანაში ალბათ შეამჩნევდი. კაფელია ერთ ადგილას ამობურცული. ხო და შეკეთება სჭირდება. ხო და შეგიძლია შენთან რომ არის ხელოსანი იმას უთხრა და მე აქ მოვიდეს. ეგ გამორიცხულია, სხვა რამე მთხოვე. რატომ? რატო და ჩემი ხელოსანი რო აქ მოვიდეს? ეს ის რას ნიშნავს? რომ ავტომატურად მე უნდა მოგკიდოთ თქვენ ხელი ორივეს და წაგიყვანოთ ჩემთან საცხოვრებლად. ესე იგი, ეხლა რომ მივამე სახლში, დღეს რო შევივლი სახლში. იმ ამირანს თუ არა აქვს ყველაფერი დამთავრებული და მე დავბრუნდი ჩემ საკუთარ კერაში, დიახ, და ჩემ სახლში და არაფერი არ აქვს კიდე გაკეთებული, ავიღებ იმას რო ეძახის ის ინსტრუმენტი აქვს. რა ქვია კაცო ის? ტრუბნოი. ხო. აი იმ ტრუბნოის ავიღებ და ჩავცხებ თავში. დიახ, ესე დამთავრდება მაგის კარიერა ჩემს. ბატონო ირაკლი, ტრუბნოი ხა. ტრუბნოი რა? სოფლის მინისტრის მოადგილის საქმეა. ფიცალი უნდა ნახოთ სადმე და ის უნდა როგორც ამოვიდე შემოთოთ თავში. აი ასე და მასხარა ხარ? თუმცა იდეა კარგია. დიდი მადლობა. არაფერი. დიდი მადლობა. მოკლედ, მე ახლა წავიდე ხო? შენ გეცოდინება რაღაც ანეკდოტი. კარგი ანეკდოტი მომიყევი რომ მეყოს სანამ გამოვიცვლე ხლა და სამსახურში წავალ, კაი ხასიათზე. ახალი უფროსი არ გიყვება ანეკდოტებს? არ ყვება ანეკდოტებს. რა დღეშია სამინისტრო. ესე, კარგი, მაშინ ისევ იმაზე ვიცინებ. იმაზე ერთხელ სიბნელეში დათომ, ხო, ლიმონათის მაგივრად დალია ზეთი. ხო და ასე მოიყოდა და დალია და გზაში ისევ მაგაზე ვიცინებ. მოდი მამიკო, ახლა მე შენ მოგიყვები ასეთ ზღაპარს. იყო და არა იყო რა მამა. იყო ერთი სოფელი მამიკო. ამ სოფელს მამა არ ქონდა ციხე. ციხე არ ქონდა ამ სოფელს მამა და მოსახლეობა მიფიქრა მოდი ერთი კარგი ციხე ავაგოთო მამიკო. ხო და მართლაც ააგეს ერთი დიდი ულამაზესი და მშვენიერი ციხე. მორთეს, მოკაზმეს, საზეიმოდ გახსნეს, მაგრამ დაინგრა მამა. დაინგრა ეს ციხე. რა ვქნათო და მოდი მეორედ ავაგოთო. ააგეს მეორედ ეს ციხე მამა, ააგეს მორთეს, მაგრამ აღარ მოკაზმეს მამა. ხო, მაგრამ მაინც დაინგრა. მესამედ ააგეს მამა, ახლა აღარც მორთეს და აღარც მოკაზმეს, მაინცო. ხო, მაგრამ მესამედაც დაინგრა მამა. ხო და იფიქრეს ახლა რა ვქნათო. რა ვქნათო, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს. გაახსენდათ რომ იქვე გვერდით პატარა ტყეში, პატარა სახლში ცხოვრობდა დიდი ბრძენი მამა. ნახე დაუკვირდი მამა, დიდი ბრძენი იყო, მაგრამ პატარა სახლში ცხოვრობდა. ხო და მივიდნენ ამას აფრინეს კაცი. და კითხეს რომ რა ვქნათო, აი ესე სამჯერ ავაგეთო და ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა მამა ამ ბრძენმა. უთხრა რომ თუ გინდათ რომ ციხე დარჩეს აშენებულიო, მაშინ ვინმე უნდა ჩააყოლოთო. ვინმე უნდა ჩააყოლოთო და მოფრინდა უკან აფრინეს ახლა ისევ ეს კაცი. ხო და ვინ ჩავაყოლოთ, არ დაიბნენ მამა და მძინარე თამარის ფეხი ჩააყოლეს მამიკა ამ ციხეში. მე ისევ მორთეს მამა უკვე მოკაზმეს. აი ნახე.
მანე მეგი მამიკო მორთეს მამა მოკაზმეს ეს ციხესიმაგრე და რო გაიღვიძა თამარმა არ დაიბნა მამიკო არ დაიბნა არ დაიბნა ძლიერი თამარი მოგლიჯა ეს ციხესიმაგრე და ახლა დადის ამ ციხესიმაგრე ფეხსი აქ ეს ციხესიმაგრე მამიკო ჭირიქა მამა ხინიაკა ქატოიქა ფხვილიაკ ვაიმე გაშובה ისაკ რაო დედიკო რაო აბა რას გიყვება მამა რას უყვება კაპრებს იგონებს იყო მამა დედიკოსთან ვაიმე რაო აბა მიდი მამა მიდი კაპრებს გიყვება ის კაპრებს უყვება რა ის დენი მაინც იყოს დავიღალე უკვე კეთილ მოდი სადმე წავიდეთ ვაიმე რაო დეიდამ რა თქვაო რაო რა მინდაო დეიდამ სადმე სტუმრად წავიდეთო და იქ კარგად გავხდებიო ვაიმე მართლა წავიდეთ რა სტუმრად ვაიმე რამდენი ხანია მოგმენი დიდი კვალიტია სტუმრად წავიდეთ დედიკო მე იქ რაღაცებს დავათვალე რაღაცებს ნახავ ჭურჭელს კარადებს ფარდებს შევათვალიერებ დედიკო მოდი აბა ჩემთან მოდი პატარა მიშიკო მოდი აბა უკვე როგორ დამძიმდა ჩემი ფარდები დაათვალიერე კეთება შენ ფარდები დაათვალიერე თამარი მოყვება მამიკო თამარი მოყვება ძროხამ როგორ მოდეხა ფეხი მამა გაბრაზა მამიკო მამიკო გაბრაზა პატარა მიხი არი პიროს წავალმე არა ძინე არა იყოს თორე წამოდი დედიკო წამოდი ოთახში კეთება მიდი დააძინე პატარა შევიყვათ მე ჩავაწვენ თავის საწოლში და გამოვიყვები დედიკო რა მოუხები ასეთი რა დედიკო კარგი გიჩი მიშიკო ვახო ვახნა მომისმინე შენ გისმენ თამარ გისმენ ეხლა რას ფიქრობ იცი საჩუქრად ვითომ აი რა წავიღოთ აი სტუმრად რო წავალთ სტუმრად საჩუქრად ნუ რა ნუ კარტოფილი თავის დავა და სხვა რაც წაიღებ კარტოფილი ხო იცი რა არის რა წავიღოთ მაგას კი მოიფიქრებენ ესენი მაგრამ იქიდან რას წამოიღებენ ესა საინტერესო აი ეს თავარი ისე მაგარი იქნება რა მაგარი სანახავი მაგარი სანახავი იქნები თამარ მაგარი სანახავი ასე რომ შეხვალ პირველად ოჯახში ჯერ მაგხს რო შეყობ და მე ბორბლებს შენ იხუმრე ხო იხუმრე და იცინე შენ და იცინე და იყავი აქ ერთ ამბავში მე როგორც ვიცი მაიკო ცხოვრობს მე-16 სართულზე თან ლიფტიც არ მუშაობს და თქვენ მოგიწევთ თამარის ეზღლე ხელში აყვანილი მოგიწევთ ეს იგი ჩვენ დათოსთან და მაიკოსთან ვაპირებ წასვლას ხო მაიკო ცხოვრობს მე-16 სართულზე ვახო რა მოვიფიქრე იცი თანაბრად რო გავყოთ პირველ 5 სართულს აიყვან შენ თამარს მერე მე ავიყვან მერე შენ მერე და ასე ავალთ ნუ თანაბრად გამოგვივიდეს თამარის მე-16 სართულზე მიხვდი ახლა რას გეუბნები ხო ეს რა თლაში მატყუებ ახლა თუ რა ვერ გავიგე რა ხო ისე დათოსთან კი მაინტერესებს ასლა და ეს ნახვა როგორ ცხოვრობენ ხო და აი ჩვენ ხო საუბრობთ მე და ვახო და იცი ვახო იცი უფრო მარტივი ფორმა მოვიფიქრე მე თამარის ზევით აყვანის ავალ მე ზევით იქიდან ჩამოუშვებ თოფს კალათით რა ხო და იცი რა ქენ შენ და კეთილმა ჩასვით თამარი შიგნით მე ავწევ და თქვენ ქვევიდან დაიყვირეთ ვირა მაინა ვირა თამრი მართლა ძალიან მეწოდები თამრი რა ესე იგი ერთი სული მაგ როდის მოიხსნი ამ თაბაშირს რომ ესენიც აღარ დაიწყებენ ხუმრობას არც ლაპარაკს და შენც მოისურვებ და ესენიც მოისურვებენ და რაღაცა მე მგონი სიწყნარე იქნება არ ვიცი არ გიფიქრია რომ შენს ეტოს გვერდზე სამგზავრო ეტლიც რომ მიაბადა რომ იტაქსაო რა მეძალება ნუ აზღონდარეობაში მაგრები ხარ ხოდა თუ არ გინდათ რომ სადმე წავიდეთ გააკეთეთ დენი წავალ აი
არა, ჯობია წავიდეთ. ჯობია წავიდეთ, რა მე ვთქვი არ წავიდეთ თუ? წავიდეთ. მე ეტლს გამოვიყვანო. კი, ეტლი გამოვიყვანე და მომემზადოთ და წავიდეთ. ისე, თამარ, რა მეინტერესებს იცი? შენი ეტლი ხა რომ მივდივარ, ამ ხელა გზაზე მივდივარ. შენი ეტლი ფორმაშია? იქ საბურავები, იქ ბალანსირება, იქ სამუხრუჭე სისტემა, მაინც ამ ხელა გზაზე მივდივარ და ნუ დაზღვეული რო იყო რა. ვაიმე, კარგი რალაშ. მე არსად არ მოვდივარ, მე თან ვერ წამოვალ ბავშვი ხა დავაძინე და მეშინი არ გამიწოს და რა ვიცი. თუ შენთან ერთად მიხარია სიარო. რა ვქნათ ამრი ბავშვს ხო არ დავტოვებ ესე მარტო რა ვერ წამოვალ, არ შემიძლია. თან ესე სადვია რომ მე-11 სართულზე როგორ ამოვიდე. არ შემიძლია ხო ესე და მომისმინე თქვენ თბილად ჩაიცვით. საღამოს აცივდებაო მითხრეს. ხო აცივდებაო. მე ჩავიცვამ, კი, თბილად ჩავიცვამე და ისე თამარსამ თაბაშიში ანტიფრიზი ჩაუსხით მაინც რა. მე წალება, აი რომეც სად ჯანდაფაში წავიღე შემი 24-იანი. ეზერიებთან დამჩან აღდად რა. ეხლა იქ დროზე უნდა მივიდე, თორე სამ დღეში შპალერი ჩამოვა. აიხევა, მე ვეღარ მივალ. არადა, ვეუბნებოდი რა, ვეუბნებოდი. იყიდე რა ეს იტალიური შპალერი. არა, ვინ დამიჯერა. ეხლა რა ჩემი ბრალია, ვერგა. ბატონო ამირან, გამარჯობა გენაცვალე. როგორ გამდებით? არამიშა. ვა, ამაგარი კუდი გახურავს. ამერიკულია რასაო? New York Times. გიხდება. მომისმინე. ხო, მოკლედ აი აქ არის ყველაფერი, ახლა მომამალაგებინე, ფრაშიანიც მე როგორ ამოვაწყო. ვაჩვენე რა, აბა მითხარი. ეს ის რა ქვია, წებო? ხო, წებო. არის წებო. სილიკონი გადასარევი. ეს კიდე რაღაცა ეს სახეხი თუ რა ქვია არ ვიცი და ეს რა არის ეს წვრილი ლურსნები, მაგრამ ეს წვრილი ლურსნები რისთვის ჭირდება სიმართლე გითხრა არ ვიცი. არა, ეგ წვრილი ლურსნები აქ კი არ ჭირდება, სხვა სახში მჭირდება, მაგრამ მაინც დაგა. მომისმინე ახლა ირაკ ხო რო არ მოგატყუო რა ეს ოთახი ბოლომდე რომ დავამთავრო დროზე კიდე წვრილწვრილი რაღაცეები იქნება საჭირო ჩამოვწერე და მე ნახე რა ხო მომეცისია რა დღეს დრო მაგ და ყველაფერს ვიყიდი რა ამდენი ხანი აქ ვარ ხა რით ვერ გამიცანი სადამ აქ ხა მესია ხო მართალი ხარ მოიცა აჰა ესე იგი ეს რა არის წებოცემენტი ხო წებოცემენტი ფუნჯები აჰა ის საღებავი გაჯი პრინციპზე არ დაგჭირდება მოიცა კაცო ასე არ გჭირდებოდა კაფელი პარკეტი საღებავი და 1000 რაღაცა მაგრამ აჰა რაში ვარ მითხარი ხა შემე სურათ მითხარი რა ხო აი ეს ოთახი მალე იქნება კი ძალიან მალე იქნება აჰა რომ არ მოგატყუო ძალიან მალე იქნება მაგრამ ეს ოთახი კი არ მადარდებს მე ყველაზე მეტად აი ის ოთახი მადარდებს ეხლა რა მოუხერხო არ ვიცი ვინ ოთახი კაცო აი ეს ოთახი რა ჭირს იმ ოთახს ეხლა როგორ არის ხო იცი რა ერთგან გასკდამილი მე ყველგან გასკდამილი ეხლა ეგ რომ მიყვება მე სად გააჩერებ მაგას ხო და მოიცა რა ანუ ესეც არემონტოა არა შეიძლება ზოგადად ნუ გავაკეთებთ მაგრამ პრინციპში იცხოვრება რა წამოძან არა ძმაო აქ ისეთი ამბავია რომ დათოც არ იცხოვრებს ამ ოთახში რა ისე ამიდან კარგი რა არ დაგენანა შეხედე როგორ არის ეს პარკეტი ამომტრეული და ანგრეული რა მილები ჩანს რა სამაგიეროდ ნახე პარკეტი როგორ არის აკრილი პირდაპირ მილებს მიყვება სხვაგან კი არ უხვევს სადმე მილებს მიყვება პირდაპირ დიდი კარგი დამშვიდდი ეხლა ამ ოთახს მოურჩევი და მე მაგას რა მოიცა ესე იგი აი გავგიჟდები რა ეს რემონტი ყოფილა მაპილი პირდებიან ეს მოგცემ თვალ მოგცემ ზეგ მოგცემ მე იწელება და არ თავდება არასდროს ამით მოგისმინე აქამდე მე ხო სულ გეკითხებოდი როდის მორჩებით ხო მახსოვს ხო გახსოვს რა შეიცვალა შეკითხვა რა ოდესმე მორჩებით
ეგრე მიცნობ? კი. კარგი რა ირაკ. კარგი, მოდეს მე როგორ ვერ მოვჩები. რას ესეთია ცხოვრება. ხან ესე იქნება, ხან ესე იქნება. აი ეს ბუბას კიკამიზის სიმღერა რო არის, ხო იცი? ტრიალებს, ტრიალებს. დედის ბორბალი ტრიალებს. გამარჯობა. როგორ ახარ ირაკ? აი მე როგორ იქნები რა დღეში ხარ ირაკ? ვაიმე ირაკ. აჰა, ერთი წუთით ალბათ თქვენ იქნებით ამირანი. ალბათ ამირანი. აჰა, ძალიან სასიამოვნოა. დაჯიქი რა? ეს მინდოდა. როგორ ვართ მამა, დავშემითო. რა ვიცი, მირტყავს, ეს მირტყავს. არ მაძინებს. ხო, გეხოცები, ასე დავждები. რაღაცა მინდა გთხოვო, ირაკლი. რაღაცა მინდა გთხოვო. აბა. ჩემთან სახლში. ხო. დენის ეს შუქის ამომრთველი გადაიწვა. ხო, გადაიწვა ხო და. ხო. იქნებ ამირანს თუ ცალია ცოტა ხანი გამოვიდეს და გააკეთოს რა. ეს მინდოდა. ამირანი გამოვიდეს ცოტა ხანი. ანუ მასშტაბურ რემონტს იწყებს. არა, ირაკლი, არა, გეფიცები. უბრალო რაღაცაა გასაკეთებელი, უბრალო. შევთანაც უბრალო რაღაცა იყო გასაკეთებელი, სულ უბრალო მოვიყვანე აქ ერთი ონკანისთვის და ნახე რა დღეში ვარ ახლა. აი მე. ერთი წუთით. შენ რა სიტყვი ამირან? რა სიტყვი? რა შეხა მე აქ უამრავი საქმეა გასაკეთებელი. აი ირაკლიმაც იცის 1000 წვრილმანია, ფოთლში უნდა მოგიხადოთ მე. ერაფრით ვერ დაგეხმარებით რა. აი მე. გავაკეთე. უკაცრავად ერთი წუთი მე ვისაუბრებ. ალო. რა მითხარი რა მაქო გასაკეთებელიო? იმასთან ვერ ვარ. დენის ამომრთველი გადაიწვა. ხო გადაიწვა და კარგი რა ბეგლან რა წერეცო რა გავგიჟდებ წერეცო ხომ მოვილაპარაკეთ მოაწესრიგეთ სათფურები ამ თქვენ სოფელში ხვითორი ქვია ხო თქვენ ხვითორში მოაწესრიგეთ და ტონობით გამოგიგზავნით წერეცოს ეხლა რო გამოგიგზავნოთ ეს წერეცო რას უზავთ ხო სათფური არა გაქვთ სად დათესავთ ამიტომ ჯერ სათფურები და მერე წერეცო კარგი ვა კეთევან მე ხო ფიქრობდი ხო და წაიყვანე ცოტა ხო, გააკეთოს ის ამომრთველი, ხო? ხო, გააკეთოს, ოღონ დროზე დააბრუნე. ვაიმე, ირაკლი, მე გაძლევ მაგის პირობას. თან ამირანმა მითხრა, სულ 5 წუთის საქმეაო. ამირანმა გითხრა 5 წუთის საქმეაო, რას მელაპარაკები? ამირანმა თუ თქვა, გადააცილებს კი არა 4 წუთში მორჩება. ხო, აი ეხლავე დაგიბრუნებ ამირანს, აი სულ რაღაცა 5 წუთის საქმე, ირაკლი, შენ მაგაზი არ ნერვიულო, თან ხოცი ბავშვის პატრონი ვარ და შუქი მჭირდება, წყალი სად გავიწყებო ჩემი შიკოს. რა მაინტერესებს იცი? დიახ. თქვენი მეზობელი რო არის? ნათება. მოვიდა რამე? არა, კაცო, რა მოვიდა? მაგის არაფერი არ მოსულა. მაგის ტელეფონის ნომერი ხომ არ იცით? ვაიმე, ამირანი. ესე იგი რა ქეთევანმაც რა უდრო-უდროს იცის ხოლმე რა შემოსვლა რა შუქი გამიბუჯდა ირაკლი შუქი არა მაგ შუქი არა გაქეხლა შენ თავი არ მიარტყა რამე სტრიპა ეს ამირანი ეს სად ვიპოვე კაცო რა არა ბედია ყველაფერი მათ ბელესეს კუჩაბე სად ვნახე დაგიგდები რა კარგი. მომწ, აი როგორ ისე ოჩახ რა ვიცი მე კმაყოფილი ვარ. კი. მე დახლა შენ ჯერი. ჩემი ჯერია, აბა ვისი ჯერია, მაგრამ დაისვენე ცოტა ხარ. ხო, ისე დაისვენეთ, ბიჭებო, დაისვენეთ. დაისვენე, ცოტა. რა ქმარი ხარ, სათამა, რა ქმარი, ხელის გულზე გატარებს, ხელის გულზე. და ისა სიძე როგორია სიძე? იცი რა, სიძე ლოქოა, მალე იღლება. არა, ეს შენი თაბაშირიან ძიმეთორი, შენ რა ეს მარტო აგიყვანდი ზევით, მარტო შენ წონა რა. კარგი რა, შენ. იცი რა ვიფიქრე ახლა? თამა, ეხლა ხო დათოსთან მივიდივართ. ხო და უთხრათ და რა. გავისწორო? ხო. უთხრათ დათოს და დათო და მაიკო ჩამოვიდნენ მეხუთეზე და აკვნახოთ რა.
არა, ვახო, შენ ასე ხალხს შენ გონია მართლა ეს მარტო დათოს და მაიკოს ანახავად მიდის? ამას უფრო აინტერესებს გაბეჯი, იქ ჭურჭელი, იქ რაღაცა. ერთი კვირა სალაპარაკო იქნება ამას დაკეთე. კარგი, ხო, კარგი. ლაშა, აი შევწდით რა, თოკები უნდა წამოგვეყო, თოკები. ხო და ეს პიანინო რო აქვთ ხოლმე, ისი აგვეყვანა. ვახო, შენ რა? რა პიანინო? რო არეული იყო მე შენ აწყობდი? კარგი. რაღაც გეძალება, მე კიდე წყალი დავლიოთ ერთი რა, რა სადმე სული მოვითხოვ. კარგი კაცო წამიყვანი. ვიცი რას ვიზა ვახო. მე დაურეკავ ახლა დათოს. ხო. და ვთხოვ ჩამოგვიტანოს წყალი. ხო, ჩამოგვიტანოს წყალი და დავლიოთ მე და აი მიწერია დათოს ნომერი. ხო. უთხარით აბრიკოც მოდის თქო. კი, ვეთქვი. ალო. ხო დათო ლაშავად. ხო. დათო, რა მინდა იცი კითხო? შეგიძლია რომ ჩამოგვიტანო მეხუთე სართული? კი, მოვედით უკვე. მეხუთე სართული. თამრიკო ცაქარი, კი, თამრიკო, კი. თამარი. ხო. რომ ჩამოგვიტანო მეხუთე სართულზე წყალი რა. დაიღალა ვახო, ცოდვა. რა? მეხუთე სართულზე. კი, ხედავ. ხო. მოიტან? შენ რა გითხარი? წყალია? ჯერ მე დამალევინე. ერთი წუთი. კი. მე თამარი და ვახო მოვდივარ და რამდენი ამოვახცებთ არ ვიცი მაგ. ხო. კარგი დათო, კარგი. მომეცი წყალი, ჯერ მე დამალევინე. აი მე თამარ, შენ კიდე დამძიმება გინდა, ჰა? ადი და ზევიდალი ეს წყალი. მომეცი. მოკლედ კლეოპატრა რა. სიმწყუროდა რა, ძალიან. აი მონები ყავთ საგენ, ერთი მათრახი გაკლე რომ გადაგვიჭირო ერთი. ეგარი რა. წავედით ახლა ზემოთ. წავედით. ხო. აი, სახო. რა ვიცი, მე რაღაცა ცოტა წელი ამტკივდა და წელი დილაშა. დაგეწევით. ვახო რა არიცი? შეიძლება წელი აღტკივდა მე 7 სართულზე ექნება დათო სადმე დამალული ეს წელის ტკივილის წამალი. დაურეკავ მე და ხო, მანამდე წავედით ფერმით. შენი შერია ახლა. ბოლომდე მიიყვანე, კიბემდე მიიყვანე ბოლომდე. კარგი, წავედით. აი, მოიცადე, ნახე ხლა აი ამ დაწერილებს რომ ვუყურებ, სუჩები და ქეთევანის ბავშვობა მახსენდება. რაღაც ესე ვაწერდით ხოლმე ჩვენ სულ. ხო, აი პირველად რო იყო არჩევნები, მაშინ ძლივს გადაღებეს კედელი, ძლივს წაშალეს. იუზას ტანკის აღებავი ქონდა და იმით წერდით ხოლმე და ესე აჯდებოდა კედელში რა. ხო, მე წერდი ხოლმე ბონიემს და რაღაც ალენდელონს, ქეთევანი აბას და ბესი კალანდაძის. ხაჭი, მე გაზაფხულო მე გოგენა. აი, რა დათო პლუს ეკაო ემინემიო. აბა იქით რა წერია მაინტერესებს მიმატრიანი გიხაწები. ხო, სადა? აი მან რა იცი? რა ვიცი ლაშა, რამდენი რამე წერია ახლა? არა, მე გამანახეთ მაინც. რომელი გაინტერესებს რა? არ მაინტერესებს. წამიყვანეთ ახლა, ვედით. წავიდეთ? წავედით, მიდი. რა, შენ ჯერი. ვახო, ჩემი ჯერი იყო იქამდე, სანამ მე იმ წარწერას დავინახავდი. ახლა შენი ჯერი. ჩემი ჯერი ყოფილა დამავიწყდა თან რა. ება წავედი. ნელა ეხლა. შენ არ ინერვიულო ვახო. არ ინერვიულო ძალიან. აყვანა არის თული თორე. მიქიდან ნასვავი სულ რიხენი ჩამოვიწყდა. სათხარ კაცო ამდენ ხანს, ა? რას ვაკეთებდი? მეძი. დაიღალე ხო?
რაღაცა 2 საათიან ფილმს უყურე, რო არ მოგატყო 2 საათი და 40 წუთიან სიმან დამღალა. მე რაღაცები გავაკეთე და მე ჩამეძინა. აჰა, მე გაგაღვიძეთ ხო უკაცრავად. არა მე მალე ვიბრუნებ ძილს. ეხანაც ტელეფონმა დარეკა და უპასუხე მე ისევ გავაგრძელე ძილი ჩვეულებრივად. ხო მართლა კოკიმ დარეკა. კოკიმ? ხო. თუ გოგიმ გ. ხო, გოგი, ხო. კაცო, რაღაცა ზურებს ეს შენი ტელეფონი, ხო არ გავაკეთე. დაანებე თავი, შენ რაც გევალება ის გააკეთე ძალიან თხოვ. რაკენი აბაზანა დაამთავრე? დამცინი რა. თან დავამთავრე. ამირა. მომის ვინდა გედაცვალე. შენ აქ ისთვის მოხვედი, კაცო, გამაგებინე სამუშაოდ და საქმის გასაკეთებლად თუ ტელევიზორის საყურებლად და დასაძინებლად, ჰა? არც ეგრეა ბატონო ირაკლის საქმე. დღეს მე უამრავი რამე გავაკეთე. მილები ჩავყარე. მაგალითად, გალესოა გაჯით გადაუწყვიტე. ოჩა. აი როცა შრომობდა, როცა რაღაცას აკეთებ, ხო გაქებ ხოლმე, კაცო. სამაგიეროდ ხვალ ეხლა უფრო უამრავი საქმე იქნება გასაკეთებელი. ეხლა მე შენ გეტყვი. ის კედელი რო შემთხვევით ჩამომენგრა იმ ოთახში. ის უნდა ამოვლესო. მერე ის იმას რო ამოვლესო, უნდა გავლესო. მერე უნდა დავშპაკლო. მერე გავშკურკო. მერე უნდა შევღებო. მერე იმ ერთ ადგილს რომ შევღებო, მერე მთელი ოთახი იქნება შესაღები. ხო. ამირან. ერთი ზუსტად აი ამხელა უნკანის გასაკეთებლად მოგიყვანე რა. და მერე დაიწყო ეს პარკეტიო, კედელი დამენგრაო, მილები გამოჩდაო, შესაღებიაო, გასახეხიაო, მისახეთ კარგი რა, ასე შენ. რა? თქვენი საქმე როგორ არის? ვერ არის კარგად. გეთხოვა? ნერვები გაშლილი და აფორიაქებული ხარ. დამშვიდეთ ბატონო ირაკლი, ხო ვიცით რომ ყველაფერი კარგად იქნება. გავაკეთე. მიდი კაცო ერთი რა, თველს მე მივხედავ. ჩემი საქმე რაც არის მე მივხედავ. შენ მიხედე, იმას რა ქვია, შენ საქმეს. მოდი. აი ახლა მითხარი კაცურად, ადამიანურად და საბოლოოდ მითხარ როგორ არ დამიწყო შენი რო არ მოგატყუო და 1 2 3 და 8 დღე. როდის მორჩები ამას ყველაფერს? წებოცემენტი რო დაგაბარეთ მომიტანეთ? არა. აი, ამაშია საქმე. არ გინდა თქვენ ბატონო ირაკლი ამ რემონტის დამთავრება და მე რა ვქნა? წებოცემენტი რომ მოგეტანათ, ეხლა მე კაფელს დღეს გავაკეთებდი. გააკეთებდი? აბარას ვიზავდი. მოგატყუე. მოვიტანე. ო. მოგიდე ხელი. აჰა, მიდი ახლა დაამთავრე. ასო, დენი არანე. დენი არანე. ტელევიზორს რო უყურებდი, ფილმი დამთავრდა თუ არა, ეგრევე რაღაცა ბუთქა, კიდე კაირო ეს რემონტი დაიწყეთ და კიდე კაირო მე აქ აღმოჩნდა. ხო დაიწყებოდით. გავარდის თავარი ჩამრთველი რომ არის იქ. მოუგლიჯე და გადავაგდე რომ დენი არ გადასულიყო. თლიანად. შენ არ ინერვიული. მე ხვალე დილით გავიქცევი ადრიანა ცისხამდილით ელიავაზე, ვიყიდი იმ ჩამრთველს, მოვიტან და დავაყენებ 5 წუთში. რა უნდა მაგას? არც არაფერი. რა 50 ლარი ეყოფა მაგ საქმეს. ეგაჟენ როგორ მოგივიდათ ისი ბატონო ირაკლი? აი რა გეტყვი. ერთი ტიპი ეუბნება ხელოსანს რა რომ 50 ლარიო ეყოფაო? და ხელოსანმა უთხრა ვარენა 20-ს დაამატეო რა. აჰა შენ 70 ლარი? გამომართვი? ჩამოდი. და ის არის ციშენ, ჰა? ერთი ტიპი რო ეუბნება ხელოსანს. აჰა შენ 70 ლარი და ხვალამდე თუ არ მორჩები ყველაფერს, მერე შენ თავს დააბრალეო, ჰა? ხო. ეგ არ ვიცოდი. სად არის? ვაიმე, ეს ვიყოფილა. ეს რა ფიჩი ყოფილა? ადამიანი ოქროს
ოქროს. დედა, რა გააკეთა ამისთანა საძინებელი დაგინგრია თუ სამზარეულო გაგიუქმა? არა, პირიქით ირაკლი. ამან გაანათა და აშენა, ეს აი გააბდღიალა ჩემი ოჯახი. გასვლა ბარაკი. ხო, ვაიმე, ესე იგი, ირაკლი იცი რა გააკეთა? წავიდა და ახალი ჩამთველი მოიტანა. დედა. მომისმინე. ასე უცებ საიდან მოიტანა ეს ჩამთველი? დაიმე არ ვიცი ირაკლი. დაჯექი. არა, ვაიმე, ესე იგი ემოციებს ვერ ფიქრობ. სადღაც რემონტს ვაკეთებო. იმად ჯერ მაინც არ ჭირდებათო და თქვენთან დავაყენებო. შეხედე, ხელებს ისე მიშვება, რა თავდაბალი არჩევა. ამირა, ოჩახავიან, თავდაბალი, ბიჭი თავდაბალი. ეხლა დავჭდები. ხო ვთქვი, ყველაფერი ხო ვთქვი. ეხლა უნდა დავჭდე. ვაიმე დედა. ბუთქა ხო? ეხლა ისიცი ბატონო ირაკლი ერთ ტიპს ეუნება ხელოსანი რომ მე ეხლა წავალო ყველაფერს გავაკეთებ რომ დროზე მოურჩევ ამასო ყველაფერსო მეო წავალო როგორი თავდაბალი ადამიანი რომელიც წითლდება საჭიქშება ირაკლი რა მოგივიდა ჩემი ნერვიულობაში წრიბა აი რაში ჭირდებათ ეხლა რაში ჭირდება ფეხმოთი კაცს ამდენი ხანი ამოყვანა რა ნახევარცად შეიძლება კარგი ბუზი მე ჩადი და დაეხმარა ой сара პროდუქტების გრუსის მეზარება უკვე მოჩასვლა ხა ფეხმოთი თამარის გრუსის ჩავავქი მო გამარჯობა. შევტირდი, მოვედალიან გამიხარა. გამარჯობა. შენ სამით მოხვედი? რატო წუხდებოდი ჩვენ გვაქვს აქ სკავები და მაიკო თქვენ ასწავლეთ ამ ბიჭს ხუმრობა? არა, ქონდა. როგორ შეგიცვლია საკავრობა? ეს სამზარეულო კარგად გადმოგიტანიათ აქ, რა, ესეც არის პრობლემა. ახლავე გავშლის სოფრას დავძენდი. კი, ხო. ვახო, მოდი მიმწეს კი სოფრასთან მოდი. არა, კარგი ბინა, გადასარევი ბინა. მაიკო, გენაცვალე, მაიკო. იცი რა მე ხა ვფიქრობ, რომ ფრთხილად. ლიფტი რომ მუშაობდეს, უფრო ხშირად მოვიდოდი შენთან. აი, პირველად გამიხარდა ლიფტი რომ მუშაობს. გაგიჭირდა, ხო? ამოსვლა არ გამჭირვებია, ისე ამომიყვანა, ვახურა მხელი მომეცი. ხო, იცი რა ქმარი მყავს. ვაიმე, მაიკო, რა ბიჭი გავუშვი, იცი ხელიდან, ვაიმე, სამაგერო შეხვიჩავლე კლანჭები. არ მინდა ახლა პირველად ვარ ოჯახში სტუმრად. ხო, და არ მინდა რამე გითხრა. ხო, არ გააბრაზო, თორემ ამის ბორბალს ვერ ნახავ ამ ოჯახში მე ვარ. აი, ირაკლი, აი სტუმრები დაგახვედრე. მოგულა? თამარჩიკ. გამარჯობა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მალე შევიკრიბებოდით ყველა ერთად ზეცაში. თამარჩიკ. რა იყო შენის გამით რატომ მოხვედი გვაქვს ჩვენ აქ სკამი? ახლა მივხვდი საიდან სწავლეთ თქვენ. შენ ის გირჩევნია მითხრა მუშამ რა გითხრა როდის გადადიხარ შენთან სახში. ბატონო დავით, მოდი სხვა თემაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ არ მინდა ცუდ ხასიათზე დაგაყენო, გმადლობთ. თამარჩიკ, აი რა და ნახდათ ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ გენახავდი მე-16 სართულზე ახლა დღეს რა. არა. ირაკლი რა არის, ეს თამარი არ არის. ეს არის ვალენტინა ტერეშკოვა. აი რაღაცა მოწყობილობაში ჩაჟდა და ამოფრინდა აქ ეს ზეგი. აი სალათა მიირთვით ძალიან გემრიელი. ყველაზე გენაცვალე. გამახსენდა და ესა სარდაფიდან ვინო ამოსატანი. ხო.
რა ღვინო? რა ღვინო ვიცით არამის ღვინო რა ღვინო. აბა ვის უნდა ყავა, ჩაი ლიმონით. ესეც ასე. ახლა მოგიყვებით რა გაუკეთებია იმ ჩემ იმას რა ქვია, ხელოსანს ამირანს. სახში ჩემთან. ხო. შესულა, მოუხსნია ეს ჩემი ჩამთველი თუ ამომთველი თუ რა ქვია ეს. ხო, რუბილნიკი, იუზა ეძახის რუბილნიკს. ხო. რუბილნიკი, იუზას ენით რო ვთქვათ, მოუხსნია, წაუღია კაცო და დაუყენებია ღლონტებში. გაიგე შენ? ტუტუცი. ბენაცვალე ხელებში ამირანს. ბუს. აი ვიცი რა გიძინება, მაგრამ გაიღიმე უხერხულია სტუმრებთან. ერთი წუთი მაპატიეთ კოლეგებო. ისე შემოგევლე რა. რატო რა არის რომ ჩაჯექი ამ ჩემ მეწელში რო გატეხო მიყიდი მეორეს. ირა. გიხუძები დავიღალე ოქრიანია და უთხარი რა გამოგეთ როგორ გავყარო ხა ესენი აქ. მე რო ეგ ცოდნო და დათო შენი ჭირი მეტი. კარგი და ვიფიქრე დავიშენები გადმოვედი აქ დასასრულებლად ვინ დაგასვეთდა. მიდი, არა უშ. ეხლა მომისმინეთ. გამახსენდა მართლა კაცო. რა ქვია იმას? სანდროს. არ დაურეკავს სანდროს? კი, მე დამირეკა ირაკლი. ვენაში ვარო, ვენაშიო და სალომეს ვერ პოულობო. სალომე მე დამირეკა. რაო და ამსტერდამში ჩავფრინდიო? ხო და სანდრომ თუ დარეკაო, გადაეცითო. რომ ხვალო ზუსტად 5 საათზეო, საღამოს 5 საათზე, ანუ 17 საათზე და 00 წუთზე, ხო? ერთი იგივე შეგაღა მოგიწევს. ხო, ესე იგი დაველოდებიო ამსტერდამშიო, ვან ბელსტრატის რას მიყურე ქუჩა ასეთი. ვან ბელსტრატის 12 ნომერთან. აჰა, 12-თანო? ხო. რო დამირეკოს, რო ვიცოდე მაინც. ხო, დაიმახსოვრე ბელსტრატი? ირაკლი, მაგას აზრი არ აქვს. იმიტომ არ აქვს აზრი, რომ სანდრო მაგას ვერ დაიმახსოვრებს. ხო და იარონ ესე და ეძებონეთ მანეთი, ევროპას მაინც ნახავთ. ვაში გენაცვალე. ნახო რა კარგად ჩამოაღალია. როგორ ევროპას გაუმარჯოს ზეზვა მზია რაღაც, ხო? ევროპას გაუმარჯოს. ვაიმე ბოდიშით რა. დიდი ხანია უკვე აქ ვარ და უხერხულია, წავიდეთ. გავასვენოთ ხა ეს ოჯახი და დავიშალოთ. აი, რა უცებ მომწიფთა მეორე სალგაგზელოს და რა კარგად ჩამოაყალიბა. შეიძლება მე გავაერთიანებდი ამას. მოდი ამ ევროპულ ოჯახს გავუმარჯოს. გავუმარჯოს. მოდი დაჯექი აქ. ვაი მიმშალე. ეხა მომისმინე. შენ ამეტლით პირველ სართულზე ჩახვალ? ვერა. მე ჩამიყვარ? არა. ხო და ეხლა გვითხარი მე დავახოს რომელ ოთახში გვიშლით საწოლს. მართალია დათო თამარი მართალია. ეხლა დავლიეთ ცოტა და თამარის აქედან ჩაყვანა 1-2-რად გაგვიჭირდება ეხლა. 1-2-რად? 1-2-რად. ეს ხო და თან ეხლა შეხედე ამათ აი შეხედე. დალიეს და გამოპროტომდნენ აქ რა. ნახე რა. შენ ვიზე ლაპარაკი? შენ ვიზე ლაპარაკი? თქვენთვის ვამბობ რა მოგივიდათ რა. აი, გაგრძელდა ხაზი ჩვენი საგრძელოების. მოდი, ხო თქვენთვის ვამბობო. მოდი ამ ევროპულ ოჯახში ჩვენ ნათქვამს გაუმარჯოს. ჩვენ ნათქვამს გაუმარჯოს. ანუ ევროპულ მართალია ირაკლი. აი ეს ევროპულ ოჯახში ჩვენ ესე იგი წარმო ნათქვამსო, ხო? პარტიო წარმო. გენაცვალე შენ ჩემულაში. ის მართლა რა პრობლემაა? მოდი ყველანი დარჩეთ დავეტანოთ. ხო. რა პრობლემაა ვერ გამიგი? რა პრობლემაა? აი ამ ხაბოტოს და ვახოს იმ ოთახში გავშალე ლოგინი. ხო ირაკლის სადაც იქ ლაშას აქ მე აი აქ დავდგები რა.
კიდევ ერთი სადღეგრძელო ჩამოყალიბდა. შენც იმას ფიქრობ ხო? რასაც მე ვფიქრობ, იმას ფიქრობ. დგომი სამ ევროპულ ოჯახში. ევროპულ ოჯახში წარმოთქმის და დგომის წარმოთქმის. აი, რაიმე რა კარგი. და რა ცუდია რომ ქეთევანი აქ არ არის. ძალიან წავედი მე ირაკლი. ხო შეგაიხარა, ჯიგარი ხარ, ალაშა. წამოდი გაგაცნო. ხო და თუ წავალ და მოვიყვან ახლავე ქეთევას. მართალი ხარ, ბაჭა, ყოველთვის ქსებდი მე შეპად. საშაც წამოიყვანე, საშა. არ დამიტოვოთ მარტო ჩემ იმ კორპუსშია, ძალიან გთხოვთ. მაიკო გამარჯობა, მაიკო გამარჯობა. ვაიმე ირაკლი. ვაიმე ირაკლი მოკლავ იმ შენ სამირანს. ვის ოქროს ხელებია? ხო, იმო არ აქვს ოქროს ხელები. არ აქვს ნამდვილად, იმიტომ ვაიმე თავი, ვაიმე მაიკო. ირაკლი არ ვიცი როგორ დააყენა ის შამთველი. თელ კორპუსს გაეციშა დემი. არ ვიცი როგორ დააყენა ის შამთველი. მოიგრე ბავშვი სადატოვე რა? აგერ არის სადავტოვებდი ბავშვს ვის დავუტოვებდი. წამოვიყვი გოგო. საშა ბიძიას თხოვე და წამომაყვანინა. მოიცა რა იქ რა არის სუდად ხარ მიდი მიხედე გაიყვანა თამაში მიდი საძინები ეხო მიდი მანა რა თამაში მიდი სუდად ერთი წუთი მანა ხება პულსი შემოხედე მცნობა მე ვინა ვარ მანა ხება ხუმრება ერთი წუთი ვა მართლა აჩქარებულია აი ზედა ხო აჩქარებულია კაცო დედა მე არცად აღარ მივდივარ. ამაღარ აქ ჩემი. საჩემეძი ამდენი სიარული კაცო. ხო ო მაიკო მე ვარ ხო სად ვარ? ნო ვერ გავძელი მანდ და წამოვედი ხო მე რატო და ირაკლი ხრინავდა ვახოთ რომ ძირში ლაპარაკობს კარტოფილი ვიძახა ო არა ხო კიდე ის არ ქეთევანის მიშა კიდე რამდენჯერ დავიწყე იმეჯერ ტილი დაიწყო დიახ არ გათვარ კარგად ხო კარგი დილით დაგირეკავ კარგად იყო კარგად თამა ეხა ხო დათოსთან მივიდივართ ხო და უთხრათ და რა გავისწორო ხო უთხრათ დათოს და დათო და მაიკო ჩამოვიდნენ მეხუთეზე დააკვნახოთ რა არა ვახო შენ ასე ხარ შენ გული მართლა ეს მარტო დათოს და მაიკოს ანახავად მიდის ამას უფრო აინტერესებს გაბეჯი იქ ჭურჭელი იქ რაღაცა ერთი კვირა სალაპარაკო იქნება ამას დაკეთე კარგი ხო კარგიო ლაშა აი შევწდით რა თოკები უნდა წამოგვეყო თოკები ხო და ეს პიანინო რო აქვთ ხოლმე ისი აგვეყვანა ვახო შენ რა პიანინო რო არეული ყო მე შენ აწყობდი კარგი
რაღაც გეძალება. გეძალება. მე კიდე წყალი დავლიოთ ერთი რა, წყალი დავლიოთ რა სადმე სული მოვითხოვ. ალი კაცო წამიყვანი. ვიცი რას ვიზავ ახო. მე დაურეკავ ახლა დათოს. ხო. და ვთხოვ ჩამოგვიტანოს წყალი. ხო? ჩამოგვიტანოს წყალი და დავლიოთ. მე აი მიწერია დათოს ნომერი. ხო. უთხარით ამრიკოც მოდის თქო. კი, ვეთქვი. ალო. ხო დათულაშავად. ხო. დათო, რა მინდა იცი კითხო? შეგიძლია რომ ჩამოგვიტანო მეხუთე სართული? კი, მოვედით უკვე. მეხუთე სართული. თამრიკოც აქ არის, კი, თამრიკო, კი. თამარი. ხო. რომ ჩამოგვიტანო მეხუთე სართულზე წყალი რა. დაიღალა ვახო, ცოდოა. რა? მეხუთე სართულზე. კი, ხედავ. ხო. მოიტან? შენ რა გითხარ? წყალია? ჯერმე დამალევინე. ერთი წუთი. კი. მე თამარი და ვახო მოვდივარ და რამდენი ამოვახცებთ არ ვიცი მაგ. ხო. კარგი დათო, კარგი. მომეცი წყალი, ჯერმე დამალევინე. აი მე თამარ, შენ კიდე დამძიმება გინდა, ჰა? ადი და ზევიდალი ეს წყალი. მომეცი. მოკლედ კლეოპატრა რა. სიმწყუროდა რა, ძალიან. აი მონები ყავთ საგენ, ერთი მათრახი გაკლე რომ გადაგვიჭირო ერთი. ეგ არის რა. წავედით ახლა ზემოთ. წავედით. ხო. აი, სახო. რა ვიცი, მე რაღაცა ცოტა წელი ამტკივდა და წელი დილაში მიდი. დაგეწევით. ვახო რა არიცი? შეიძლება წელი აღტკივდა მე 7 სართულზე ექნება დათო სადმე დამალული ეს წელის ტკივილის წამალი. დაურეკავ მე და ხო, მანამდე წავედით მიდი. შენი შერია ახლა. ბოლომდე მიიყვანე, კიბემდე მიიყვანე ბოლომდე. კარგი, წავედით. აი, მოიცადე, ნახე ხლა აი ამ დაწერილებს რომ ვუყურებ, სუჩები და ქეთევანის ბავშვობა მახსენდება. რაღაც ესე ვაწერდით ხოლმე ჩვენს ხო, აი პირველად რო იყო არჩევნები, მაშინ ძლივს გადაღებეს კედელი, ძლივს წაშალეს. იუზას ტანკის აღებავი ქონდა და იმით წერდით ხოლმე და ესე აჯდებოდა კედელში. ხო, მე წერდი ხოლმე ბონიემს და რაღაც ალენდელონს, ქეთევანი აბას და ბესი კალანდაძის. ხაჭი, მე გაზაფხო მე აი რა დათო პლუს ეკაო ემინემიო. აბა იქით რა წერია მაინტერესებს მიმატრიანი გიხეწები. ხო, სადა? აი მან რა იცი? რა ვიცი დაშა, რამდენი რამე წერია ახლა? არა, მე მანახეთ მაინც. რომელი გაინტერესებს რა? რომელი გაინტერესებს? არ მაინტერესებს. წამიყვანეთ ახლა, ავედით. წავიდეთ? წავედით, მიდი. რა, შენ ჯერი. ვახო, ჩემი ჯერი იყო იქამდე, სანამ მე იმ წარწერას დავინახავდი. ახლა შენი ჯერი. ჩემი ჯერი ყოფილა დამავიწყდა თან რა. ება წავედი. ნელა ეხლა. შენ არი ნერვიულო ვახო. არი ნერვიულო ძალიან. აყვანა არის თული თორე მიქიდან ნასვავი სულ რიხინი ჩამოვიდა. სათხარ კაცო ამდენ ხანს, ა? რას ვაკეთებდი? მეძი. დაიღალე ხო? რაღაცა 2 საათიან ფილმს უყურე, რო არ მოგატყო 2 საათი და 40 წუთიანს იმან დამღალა. მე რაღაცები გავაკეთე და მე ჩამეძინა რა. აჰა, მე გაგავიძეთ ხო უკაცრავად. არა მე მალე ვიბრუნებ ძილს. ეხანაც ტელეფონმა დარეკა და უპასუხე მე ისევ გავაგრძელე ძილი ჩაულებლად. ხო მართლა
კოკიმ და რეკა. კოკიმ? ხო. თუ გოგიმ გ. ხო, გოგი, ხო. კაცო, რაღაცა ზურებს ეს შენი ტელეფონი, ხო არ გავაკეთო. დაანებე თავი, შენ რაც გევალება ის გააკეთე ძალიან თხოვ. რა ქენი აბაზანა დაამთავრე? დამცინი რაგლი. თან დავამთავრე. ამირა. მომისმინე გადაწყვეტე. შენ აქ ისთვის მოხვედი, კაცო, გამაგებინე სამუშაოდ და საქმის გასაკეთებლად თუ ტელევიზორის საყურებლად და დასაძინებლად, ჰა? არც ეგრეა ბატონო ირაკლის საქმე. დღეს მე უამრავი რამე გავაკეთე. მილები ჩავყარე. მაგალითად, გალესოა გაჯით გადავწყვიტე. ოჩა. აი როცა შრომობდა, როცა რაღაცას აკეთებ, ხო გაქებ ხოლმე, კაცო. სამაგიეროდ ხვალ ეხლა უფრო უამრავი საქმე იქნება გასაკეთებელი. ეხლა მე შენ გეტყვი. ის კედელი რო შემთხვევით ჩამომენგრა იმ ოთახში. ის უნდა ამოვლესო. მერე ის იმას რო ამოვლესო, უნდა გავლესო. მერე უნდა დავშპაკლო, მერე გავშკურყო, მერე უნდა შევღებო. მერე იმ ერთ ადგილს რომ შევღებო, მერე მთელი ოთახი იქნება შესაღები. ხო. ამირან. ერთი ზუსტად აი ამხელა უნკანის გასაკეთებლად მოგიყვანე რა. და მერე დაიწყოს პარკეტიო, კედელი დამენგრაო, მილები გამოჩდაო, შესაღებიაო, გასახეხიაო, მისახეთ კარგი რა, ასე შენ. რა? თქვენი საქმე როგორ არის? ვერ არის კარგად. გეთხოვა. ნერვები გაშლილი და აფორიაქებული ხარ. დამშვიდეთ ბატონო ირაკლი, ხომ იცით რომ ყველაფერი კარგად იქნება. გავაკეთე. მიდი კაცო ერთი რა, თველს მე მივხედავ. ჩემი საქმე რაც არის მე მივხედავ. შენ მიხედე, იმას რა ქვია, შენ საქმეს. მოდი. აი ხლა მითხარი, კაცურად, ადამიანურად და საბოლოოდ მითხარ როგორ არ დამიწყოს შენი რო არ მოგატყუო და 1 2 3 და 8 დღე. როდის მორჩები ამას ყველაფერს? წებოცემენტი რო დაგაბარეთ, მომიტანეთ? არა. აი, ამაშია საქმე. არ გინდა თქვენ ბატონო ირაკლი ამ რემონტის დამთავრება და მე რა ვქნა? წებოცემენტი რომ მოგეტანათ, ეხლა მე კაფელს დღეს გავაკეთებდი. გააკეთებდი? აბარას ვიზავდი. მოგატყუე. მოვიტანე. მოგიდა ხელი. მიდი ახლა დაამთავრე. კაცო, დენი არ არის. დენი არ არის. ტელევიზორს რო უყურებდი, ფილმი დამთავრდა თუ არა, ეგრევე რაღაცა ბუთქა, კიდე კაირო ეს რემონტი დაიწყეთ და კიდე კაირო მე აქ აღმოჩნდა. ხო დაიწყებოდით. გავარდის თავარი ჩამხთველი რომ არის იქ. მოუგლიჯე და გადავაგდე რომ დენი არ გადასულიყო. თლიანად. შენ არ ინერვიული. მე ხვალე დილით გავიქცევი ადრიანა ცისხამდილით ელიავაზე, ვიყიდი იმ ჩამხთველს, მოვიტან და დავაყენებ 5 წუთში. რა უნდა მაგას? არც არაფერი. რა? 50 ლარი ეყოფა მაგ საქმეს. ეგაჟერ როგორ მოგივიდათ იცი ბატონო ირაკლი? აი რა გეტყვი. ერთი ტიპი ეუბნება ხელოსანს რა რომ 50 ლარიო ეყოფაო? და ხელოსანმა უთხრა რა 20-ს დაამატეო რა. მასხარავთ ხო? არ მინდა. რავე იმე, შენც კარგი არ მინდა თქვა და მასხარა ხარ რა. გამატარე კაცო იქ, გამატარე. ეს მინდა კიდევ ისედაც გამოტენილი მაგ თავი ფიქრებით და თუ აქ თქვენია, ორი დღით ვარ მოსული და ასე უნდა მომექცე კაცო. ბატონო ირაკლი, რაც თქვენ 3 წლის განმავლობაში მე მომასხარავეთ, მე მაგ ორი დღე და ამ ორი დღეში უნდა ამოვიგო ყველაფერი. შენ იქ იყავი, ირუშა თანხმებოდა და შენ კიდე როგორ იქცევი? კაცო, მე რო იქ ვიყავი, მე ვარ გამხდარი და ფაფუკი. და ვერავინ ვერ მომშნევდა. ეს ამხელა შეხედე ეს ბედოლათი. ყველას ფეხებში ედება. ირუშ, დაგისხაყავ. არ უნდა. მართალია, არ მინდა. ახლა ეს. ირუშ.
რა უნდა მეთქვა? აბაზანაში ალბათ შეამჩნევდი. კაფელია ერთ ადგილას ამობურცული. ხო და შეკეთება სჭირდება. ხო და შეგიძლია შენთან რომ არის ხელოსანი იმას უთხრა და მე აქ მოვიდეს. გამორიცხულია, სხვა რამე მთხოვი. რატომ? რატო და ჩემი ხელოსანი რო აქ მოვიდეს? ეს ისინას ნიშნავს, რომ ავტომატურად მე უნდა მოგკიდოთ თქვენ ხელი ორივეს და წაგიყვანოთ ჩემთან საცხოვრებლად. ესე იგი, ეხლა რომ მივამე სახლში, დღეს რო შევივლი სახლში. იმ ამირანს თუ არა აქვს ყველაფერი დამთავრებული და მე დავბრუნდი ჩემ საკუთარ კერაში, დიახ, და ჩემ სახლში და არაფერი არ აქვს კიდე გაკეთებული, ავიღებ იმას რო ეძახის ის ინსტრუმენტი აქვს. რა ქვია კაცო ის? ტრუბნოი. ხო. აი იმ ტრუბნოის ავიღებ და ჩავცხებ თავში. დიახ, ესე დამთავრდება მაგის კარიერა ჩემს. ბატონო ირაკლი, ტრუბნოი ხა. ტრუბნოი რა სოფლის მინისტრის მოადგილის საქმეა. ფიცალი უნდა ნახოთ სადმე და ის უნდა როგორც ამბობთ შემოთოთ თავში. აი ასე რა მასხარა ხარ, თუმცა იდეა კარგია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მოკლედ, მე ახლა წავიდე ხო? შენ გეცოდინება რაღაც ანეკდოტი. კარგი ანეკდოტი მომიყევი რომ მეყოს სანამ გამოვიცვლე ხა და სამსახურში წავალ, კაი ხასიათზე. ახალი უფროსი არ გიყვება ანეკდოტებს? არ ყვება ანეკდოტებს. რა დღეშია სამინისტრო. ესე, კარგი, მაშინ ისევ იმაზე ვიცინებ. იმაზე ერთხელ სიბნელეში დათომ, ხო, ლიმონათის მაგივრად დალია ზეთი. ხო და ასე მოიყოდა და დალია და გზაში ისევ მაგაზე ვიცინებ. მოდი მამიკო, ახლა მე შენ მოგიყვები ასეთ ზღაპარს. იყო და არა იყო რა მამა. იყო ერთი სოფელი მამიკო. ამ სოფელს მამა არ ქონდა ციხე. ციხე არ ქონდა ამ სოფელს მამა და მოსახლეობა მიფიქრა მოდი ერთით კარგი ციხე ავაგოთო მამიკო. ხო და მართლაც ააგეს ერთი დიდი ულამაზესი და მშვენიერი ციხე. მორთეს, მოკაზმეს, საზეიმოდ გახსნეს, მაგრამ დაინგრა მამა. დაინგრა ეს ციხე. რა ვქნათო და მოდი მეორედ ავაგოთო. ააგეს მეორედ ეს ციხე მამა, ააგეს მორთეს, მაგრამ აღარ მოკაზმეს მამა. ხო, მაგრამ მაინც დაინგრა. მესამედ ააგეს მამა, ახლა აღარც მორთეს და აღარც მოკაზმეს, მაინცო. ხო, მაგრამ მესამედაც დაინგრა მამა. ხო და იფიქრეს ახლა რა ვქნათო. რა ვქნათო, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს. გაახსენდათ რომ იქვე გვერდით პატარა ტყეში, პატარა სახლში ცხოვრობდა დიდი ბრძენი მამა. ნახე დაუკვირდი მამა, დიდი ბრძენი იყო, მაგრამ პატარა სახლში ცხოვრობდა. ხო და მივიდნენ ამას აფრინეს კაცი. და კითხეს რომ რა ვქნათო, აი ესე სამჯერ ავაგეთო და ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა მამა ამ ბრძენმა. უთხრა რომ თუ გინდათ რომ ციხე დარჩეს აშენებულიო, მაშინ ვინმე უნდა ჩააყოლოთო. და მოფრინდა უკან აფრინეს ახლა ისევ ეს კაცი. ხო და ვინ ჩავაყოლოთო, არ დაიბნენ მამა და მძინარე თამარის ფეხი ჩააყოლეს მამიკა ამ ციხეს. მე ისევ მორთეს მამა უკვე მოკაზმეს. ანა მამა, აი ნახე. ანა მე მამიკო, მორთეს მამა, მოკაზმეს ეს ციხე სიმაგრე და რო გაიღვიძა თამარმა. არ დაიბნა მამიკო. არ დაიბნა. ძლიერი თამარი მოგლიჯა ეს ციხე სიმაგრე და ახლა დადის ამ ციხე სიმაგრე. ფეხსი აქ ეს ციხე სიმაგრე მამიკო. ჭირიკა მამა, ხინიაკა, კატოიკა, ფხვილიაკა. ვაიმე, რა შვება ეს აგრაო დიდიკო რაო, აბა რას გიყვება მამა? რას უყვებით კაპრებს იგონებს? მიკო მამა დიდიკოსთან. ვაიმე, რაო, აბა რა. მიდი მამა მიდი. კაპრებს გიყვება, კაპრებს უყვება. რა ისე დენი მაინც იყოს. დავიღალე უკვე რა. კეთდა მოდი სადმე წავიდეთ.
ვაიმე რაო დეიდამ რა თქვაო რა მინდაო დეიდამ სადმე სტუმრად წავიდეთო და იქ კარგად გავხდებიო ვაიმე მართლა წავიდეთ რა სტუმრად ვაიმე რამდენი ხანია მომენი დიდი კვალიტია სტუმრად წავიდეთ დედიკო მე იქ რაღაცებს დავათვალე რაღაცებს ნახავ ჭურჭელს კარადებს ფარდებს შევათვალიერებ დედიკო მოდი აბაჩებთან მოდი პატარა მიშიკო მოდი მე უკვე როგორ დამძიმდა ჩემი ფარდები დაათვალიერე ქეთევა შენ ფარდები დაათვალიერე თამარი მოყვება მამიკო თამარი მოყვება ძროხამ როგორ მოდეხა ფეხი მამა გაბრაზა მამიკო მამიკო გაბრაზა პატარა მიხი არის პიროს წავალმე არა ძინე არა იყოს თორე წამოდი დედიკო წამოდი ოთახში ქეთევა მიდი დააძინე პატარა შევიყვათ მე ჩავაწვენ თავის საწოლში და გამოვიყვები დედიკო რა მოუხები ასეთი რა ჩემი დედიკო კარგი გიჩი მიშიკო ვახო ვახნა მომისმინე შენ გისმენ თამარ გისმენ ეხლა რას ფიქრობ იცი საჩუქრად ვითომ აი რა წავიღოთ აი სტუმრად რო წავალთ სტუმრად საჩუქრად ნუ რა ნუ კარტოფილი თავის დავა და სხვა რაც წაიღებ კარტოფილი ხო იცი რა არის რა წავიღოთ მაგას კი მოიფიქრებენ ესენი მაგრამ იქიდან რას წამოიღებენ ესა საინტერესო აი ეს თავარი ისე მაგარი იქნება რა მაგარი სანახავი მაგარი სანახავი იქნები თამარ მაგარი სანახავი ასე რომ შეხვალ პირველად ოჯახში ჯერ მაგხს რო შეყობ და მე ბორბლებს შენ იხუმრე ხო იხუმრე და იცინე შენ და იცინე და იყავი აქ ერთ ამბავში მე როგორც ვიცი მაიკო ცხოვრობს მე-16 სართულზე თან ლიფტიც არ მუშაობს და თქვენ მოგიწევთ თამარის ეზლა ხელში აყვანილი მოგიწევთ ეს იგი ჩვენ დათოსთან და მაიკოსთან ვაპირებ წასვლას ხო მაიკო ცხოვრობს მე-16 სართულზე ვახო რა მოვიფიქრე იცი თანაბრად რო გავყოთ პირველ 5 სართულს აიყვან შენ თამარს მერე მე ავიყვან მერე შენ მერე და ასე ავალთ ნუ თანაბრად გამოგვივიდეს თამარის მე-16 სართულზე მიხვდი ახლა რას გეუბნები ხო ეს რა თლაში მატყუებ ახლა თუ რა ვერ გავიგე რა ხო ისე დაცოსთან კი მაინტერესებს ასლა და ეს ნახვა როგორ ცხოვრობენ ხო და აი ჩვენ ხო საუბრობთ მე და ვახო და იცი ვახო იცი უფრო მარტივი ფორმა მოვიფიქრე მე თამარის ზევით აყვანის ავალ მე ზევით იქიდან ჩამოუშვებ თოფს კალათით რა ხო და იცი რა ქენ შენ და ქეთევანმა ჩასვით თამარის შიგნით მე ავწევ და თქვენ ქვევიდან დაიყვინეთ ვირა მაინა ვირა თამრი მართლა ძალიან მეწოდები თამრი რა ეს ერთი სული მაგრობის მოიხსნი ამ თაბაშირს რომ ესენიც აღარ დაიწყებენ ხუმრობას არც ლაპარაკს და შენც მოიხსნი აჰა შენ 70 ლარი გამომართვი ჩამოდი და ის არის ციშენ ერთი ტიპი რო ეუბნება ხელოსანს აჰა შენ 70 ლარი და ხვალამდე თუ არ მორჩები ყველაფერს მერე შენ თავს დააბრალეო ხო ეგ არ ვიცოდი სად არის ვაიმე ეს ვიყოფილა ეს რა ბიჭი ყოფილა ადამიანი ოქროს ხელებით აი ესე ოქროს ხელებით დედა რა გააკეთა ამისთანა საძინებელი დაგინგრია თუ სამზარეულო გაგიუქმა არა პირიქით ირაკლი ამან გაანათა და აშენა ეს აი გააბდღიალა ჩემი ოჯახი მასვლა ბარაგე ხო ვაიმე ესე იგი ირაკლი იცი რა გააკეთა წავიდა და ახალი ჩამთველი მოიტანა დედა ასე უცებ საიდან მოიტანა ეს შამთველი დაიმე არ ვიცი ირაკლი დაჯექი არა ვაიმე ესე იგი ემოციებს ვერ სადღაც რემონტს ვაკეთებო იმად ჯერ მაინც არ ჭირდებათო და თქვენთან დავაყენებო შეხედე ხელებს ესე მიშვება რა თავგავალი არჩევა ამირა ოჩახავიან
დაბალი. ბიჭი თავდაბალი. ეხლა დავჭდები. ხო ვთქვი. ყველაფერი ხო ვთქვი. ეხლა უნდა დავჭდე. ვაიმე დედა. ბუთქა ხო? ჰა? ეხლა ისიცი ბატონო ირაკლი ერთ ტიპს ეუნება ხელოსანი რომ მე ეხლა წავალო ყველაფერს გავაკეთებ რომ დროზე მოურჩევ ამასო ყველაფერსო მეო წავალო როგორი თავდაბალი ადამიანი რომელიც წითლდება საჭიქშა ირაკლი რა მივიდა ჩემი ნერვიულობაში წაბიბა აი რაში ჭირდებათ ეხლა რაში ჭირდება ფეხმოთი კაცს ამდენი ხანი ამოყვანა რა ნახევარცად შეიძლება კარგი ბუზ მე ჩადი და დაეხმარა ой сара პროდუქტების გრუსის მეზარება უკვე მოჩასვლა ეხლა ფეხმოთი თამარის გრუსის ჩავავქიმო გამარჯობა შევტირდი მოვედალიან გამიხარა გამარჯობა შენ სამით მოხვედი? რატო წუხდებოდი ჩვენ გვაქვს აქ სკავები და მაიკო თქვენ ასწავლეთ ამ ბიჭს ხუმრობა? არა ქონდა როგორ შეგიცვლია საკავრობა? ეს სამზარეულო კარგად გადმოგიტანიათ აქ რა ესეც არის პრობლემა. ახლა გავშლის სოფრას დავძენდი. კი ხო. ვახო მოდი მიმწეს კი სოფრასთან მოდი. არა, კარგი ბინა, გადასარევი ბინა. მაიკო გენეცალე მაიკო. იცი რა მე ხა ვფიქრობ რომ ფრთხილად ლიფტი რომ მუშაობდეს, უფრო ხშირად მოვიდოდი შენთან. აი, პირველად გამიხარდა ლიფტი რომ მუშაობს. გაგიჭირდა, ხო? ამოსვლა არ გამჭირვებია, ისი ამომიყვანა, ვახურა მხელი მომეცი. ხო, იცი რა ქმარი მყავს. ვაიმე, მაიკო რა ბიჭი გავუშვი, იცი ხელიდან. ვაიმე, სამაგერო შეხუჩავლე კლანჭები. არ მინდა ახლა პირველად ვარ ოჯახში სტუმრად. ხო, და არ მინდა რამე გითხრა. ხო, არ გააბრაზო, თორემ ამის ბორბალს ვერ ნახავ ამ ოჯახში მე ვარ. აი, ირაკლი, აი სტუმრები დაგახვედრე. მოკულა? თამარჩიკ. გამარჯობა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მალე შევიკრიბებოდით ყველა ერთად ზეცაში. თამარჩიკ. რა იყო შენის გამით რატომ მოხვედი გვაქვს ჩვენ აქ სკამი? ახლა მივხვდი საიდან ისწავლეთ თქვენ. შენ ის გირჩევნია მითხრა მუშა ბლაგითხრა როდესაც გადადიხარ შეთან სახში. ბატონო დავით, მოდი სხვა თემაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ არ მინდა ცუდ ხასიათზე დაგაყენო, გმადლობთ. თამარჩიკ, აი რა და ნახდათ ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ გენახავდი მე-16 სართულზე ახლა დღეს რა. არა. ირაკლი რა არის, ეს თამარი არ არის. ეს არის ვალენტინა ტერეშკოვა. აი რაღაცა მოწყობილობაში ჩაჟდა და ამოფრინდა აქ ეს ზეგი. აი სალათა მიირთვით ძალიან გემრიელი. ყველაზე გენაცვალე. გამახსენდა და ესა სარდაფიდან ვინო ამოსატანი. ხო. რა ვინო? რა ვინო ვიცი და არა ვიცი და ვინო რა ვინო. აბა ვის უნდა? ყავა, ჩაი. ჩაი ლიმონით. ესეც ასე. ახლა მოგიყვებით რა გაუკეთებია იმ ჩემ იმას რა ქვია, ხელოსანს ამირანს. სახში ჩემთან. ხო. შესულა, მოუხსნია ეს ჩემი ჩამთველი თუ ამომთველი თუ რა ქვია ეს. ხო, რუბილნიკი, იუზა ეძახის რუბილნიკს. ხო. რუბილნიკი, იუზას ენით რომ ვთქვათ, მოუხსნია, წაუღია კაცო და დაუყენებია ღლონტებში. გაიგე შენ? ტუტუცი. ბენაცვალე ხელებში ამირანს. ბუს
აი ვიცი რა გიძინება, მაგრამ გაიღიმე უხერხულია სტუმრებთან. ერთი წუთი მაპატიეთ კოლეგებო. შენ შემოგევლე რა. რატო რა არის რომ ჩაჯექი ამ ჩემ მეწელში რო გატეხო მიყიდი მეორეს. ირა. გიხუძები დავიღალე ოქრიანია და უთხარი რა გამოგეთ როგორ გავყარო ხა ეს ნაკეთე. მე რო ეგ ცოდნოდა დათო შენი ჭირი მეთია. კარგი და ვიფიქრე დავიშენები გადმოვედიაკ დასასრულებლად ვინ დაგასვეთებდა. მიდი, არა უშ. ეხლა მომისმინეთ. გამახსენდა მართლა კაცო. რა ქვია იმას? სანდრო. არ დაურეკავ სანდროს? კი, მე დამირეკა ირაკლი. ვენაში ვარო და სალომეს ვერ პოულობო. სალომე მე დამირეკა. რაო და ამსტერდამში ჩავფრინდიო? ხო და სანდრო თუ დარეკაო გადაეცითო. რომ ხვალო ზუსტად 5 საათზეო, საღამოს 5 საათზე, ანუ 17 საათზე და 00 წუთზე, ხო? ერთი იგივე შეგა მოგიწევს. ხო, ესე იგი დაველოდებიო ამსტერდამშიო, ვან ბელსტრატის რას ვიყურე ქუჩა ასეთი. ვან ბელსტრატის 12 ნომერთან. აჰა, 12-თანო? ხო. რო დამირეკოს რო ვიცოდე მაინც. ხო. დაიმახსოვრე ბელსტრატი? ირაკლი, მაგას აზრი არ აქვს. იმიტომ არ აქვს აზრი, რომ სანდრო მაგას ვერ დაიმახსოვრებს. ხო და იარონ ესე და ეძებონ ერთმანეთი, ევროპას მაინც ნახავთ. ვაში გენაცვალა. ნახო რა კარგად ჩამოაღალი. როგორ ევროპას გაუმარჯოს ზეზვა მზია რაღაც, ხო? ევროპას გაუმარჯო. ვაიმე ბოდიშით რა. დიდი ხანია უკვე აქ ვარ და უხერხულია, წავიდეთ. გავასვენოთ ხა ეს ოჯახი და დავიშალოთ. აი, რა უცებ მომწიფთა მეორე საგეგმოს და რა კარგად ჩამოაყალიბა. შეიძლება მე გავაერთიანებდი ამას. მოდი ამ ევროპულ ოჯახს გავუმარჯო. გაუმარჯო. მოდი დაჯექი აქ. ვაი მიმშოლა. ეხა მომისმინე. შენ ამ ეტლით პირველ სართულზე ჩახვალ? ვერა. მე ჩამიყვარ? არა. ხო და ეხლა გვითხარი მე და ვახოს რომელ ოთახში გვიშლით საწოლს. მართალია დათო თამარი მართალია. ეხლა დავლიეთ ცოტა და თამარის აქედან ჩაყვანა 1-2-რად გაგვიჭირდება ეხლა. 1-2-რად? 1-2-რად. ეს სტუდენტები ესენიც მოისწრებენ და რაღაცა მე მგონი სიწყმარე იქნება, არ ვიცი. არ გიფიქრია რომ შენს ეტლს ვერძე სამგზავრო ეტლიც რომ მიაბადა რომ იტაქსაო რა. მეძალება. ნუ აზღონდარეობაში მაგრები ხარ. ხო და თუ არ გინდათ რომ სადმე წავიდეთ, გააკეთეთ დენი. წავა. აი ნარა, ჯობია წავიდეთ. რა მე ვთქვი არ წავიდეთ? წავიდეთ. მე ეტლს გამოვიყვანო. კი, ეტლი გამოიყვანე და მომემზადოთ და წავიდეთ. ისე თამარ, რა მეინტერესებს იცი? შენი ეტლი ხა რომ მივდივართ, ამ ხელა გზაზე მივდივართ. შენი ეტლი ფორმაშია? იქ საბურავები, იქ ბალანსირება, იქ სამუხრუჭე სისტემა, მაინც ამ ხელა გზაზე მივდივარ და ნუ დაზღვეული რო იყო რა. ვაიმე, კარგი რალაშ. მე არსად არ მოვდივარ, მე თან ვერ წამოვალ ბავშვი ხა დავაძინე და მეშინი არ გამიწოს და რა ვიცი. თუ შენთან ერთად მიხარია სიარო. რა ვქნა თამრი ბავშვს ხო არ დავტოვებ ესე მარტო რა ვერ წამოვალ, არ შემიძლია. თან ესე სადვია რომ მე-11 სართულზე როგორ ამოვიდე. არ შემიძლია, ხო აი ესე. მომისმინე თქვენ თბილად ჩაიცვით. საღამოს აცივდებაო მითხრეს. ხო აცივდებაო. მე ჩავიცვამ, კი, თბილად ჩავიცვამ და ისე თამარსამ თაბაშირში ანტიფრიზი ჩაუსხით მაინც რა. მეცალება, აი რომეც სად ჯანდაბაში წავიდე შემი 24-იანი. ეზერიებთან დამჩენ აღდად რა. ეხლა იქ დროზე უნდა მივიდე, თორე სამ დღეში შპალერი ჩამო აიხეო, მე ვეღარ მივალ.
და ვეუბნებოდი რა, ვეუბნებოდი. იყიდე რა ეს იტალიური შპანელი. არა, ვინ დამიჯერა. ეხლა რა ჩემი ბრალია, ვერგა. ბატონო ამირან, გამარჯობა გენაცვალე. როგორ გამდებით? არამისა. ვა, ამაგარი კუდი გახურავს. ამერიკულია რასაო? New York Times. გიხდება. მომისმინე. ხო, მოკლედ აი აქ არის ყველაფერი, ახლა მომამალაგებინე, ფრაშიანიცი მე როგორ ამბობ. ბაჩანე რა, აბა მითხარი. ეს ის რა ქვია, წებო? ხო, წებო. არის წებო. სილიკონი გადასა. ეს კიდე რაღაცა ეს სახეხი თუ რა ქვია არ ვიცი და ეს რა არის? წვრილი ლურსნები, მაგრამ ეს წვრილი ლურსნები რისთვის ჭირდება? სიმართლე გითხრა არ ვიცი. არა, ეგ წვრილი ლურსნები აქ კი არ ჭირდება. სხვა სახში მჭირდება, მაგრამ აი ზაგა. მომისმინე ახლა. ირაკ, ხო, რო არ მოგატყუო რა. ეს ოთახი ბოლომდე რო დავამთავრო დროზე, კიდე წვრილ-წვრილი რაღაცეები იქნება საჭირო. ჩამოვწერე და მე ნახე რა. ხო, მომეცისია რა, დღეს დრო მაგ და ყველაფერს ვიყიდი რა. ამდენი ხანი აქ ვარ, რით ვერ გამიცანი. სადამ აქ ხა მესია. ხო, მართალი ხარ, მოიცა. აჰა. ესე იგი, ეს რა არის? წებოცემენტი. ხო, წებოცემენტი, ფუნჯები. აჰა, ის საღებავი გაჯი. გაჯი პრინციპში არ დაგჭირდება. მოიცა კაცო, ასე არ გჭირდებოდა კაფელი, პარკეტი, საღებავი და 1000 რაღაცა, მაგრამ აჰა, რა დღეში ვარ. მითხარი ხა შენ სურათ მითხარი რა. ხო, აი ეს ოთახი მალე იქნება. კი. ძალიან მალე იქნება. რომ არ მოგატყუო, ძალიან მალე იქნება, მაგრამ ეს ოთახი კი არ მადარდებს. მე ყველაზე მეტად აი ის ოთახი მადარდებს, ეხლა რა მოუხერხო არ ვიცი. ვინ ოთახი კაცო? აი ეს ოთახი. რა ჭირს იმ ოთახს? ეხლა როგორ არის ხო იცი რა, ერთგან გასკდამილი, მე ყველგან გასკდამილი. ეხლა ეგ რომ მიყვება მე სად გააჩერებ მაგას. ხო და მოიცა რა. ანუ ესეც არემონტოა? არა, შეიძლება თუ გინდა ნუ გავაკეთებთ, მაგრამ პრინციპში იცხოვრება რა. წამოძან. არა ძმაო, აქ ისეთი ამბავია, რომ დათოც არ იცხოვრებს ამ ოთახში რა. ისე ამილან კარგი რა, არ დაგენანა, შეხედე როგორ არის ეს პარკეტი ამომტრეული და ანგრეული რა, მილები ჩანს რა. სამაგიეროდ ნახე პარკეტი როგორ არის აკრილი, პირდაპირ მილებს მიყვება, სხვაგან კი არ უხვევს სადმე. მილებს მიყვება პირდაპირ. კარგი, დამშვიდდი ახლა ამ ოთახს მოურჩევი და მე მაგას რა მოიცა, ესე იგი აი გავგიჟდები რა, ეს რემონტი ყოფილა მაპილი. პირდებიან, ეს მოგცემ, თვალ მოგცემ, ზეგ მოგცემ, მე იწელება და არ თავდება არასდროს. ამით. მომისმინე. აქამდე მე ხო სულ გეკითხებოდი, როდის მორჩებით ხო? მახსოვს. ხო, გახსოვს, აბა. შეიცვალა შეკითხვა. რა? ოდეს მე მორჩები? ეგრე მიცნობ? კი. კარგი რა ირაკ. კარგი, მოდეს მე როგორ ვერ მოუჩები. რას ესეთია ცხოვრება. ხან ესე იქნება, ხან ესე იქნება. აი ეს ბუბას კიკამიზის სიმღერა რო არის, ხო იცი? ტრიალებს. დედის ბორმალი ტრიალებს. გამარჯობა. როგორ ახარ ირაკ? აი მე როგორ იქნები რა დღეში ხარ ირაკ? ვაიმე ირაკ. აჰა, ერთი წუთით ალბათ თქვენ იქნებით ამირანი. ალბათ ამირანი. აჰა, ძალიან სასიამოვნოა. დაჯიქი რა? ეს მინდოდა. როგორ ავართ მამა, დავშემითო. რა ვიცი, მირტყავს, ეს მირტყავს. არ მაძინებს. ხო, გეხოცები, ასე დავждები. რაღაცა მინდა გთხოვო, ირაკლი. რაღაცა მინდა გთხოვო. აბა. ჩემთან სახლში. ხო. დენის ეს შუქის ამომრთველი გადაიწვა. ხო, გადაიწვა ხო და. იქნებ ამირანს თუ ცალია ცოტა ხანი გამოვიდეს და გააკეთოს რა. ეს მინდოდა. ამირანი გამოვიდეს ცოტა ხანი. ანუ მასშტაბურ რემონტს იწყებს. არა, ირაკლი, არა, გეფიცები. უბრალო რაღაცაა გასაკეთებელი, უბრალო. შევთანეთ სულ უბრალო რაღაცა იყო გასაკეთებელი, სულ უბრალო. მოვიყვანე აქ ერთი ონკანისთვის და ნახე რა დღეში ვარ ახლა. აიმე. ერთი წუთით. შენ რა სიტყვი ამირან? რა სიტყვი? რა შეხა მე აქ უამრავი საქმეა გასაკეთებელი. აი ირაკლიმაც იცის 1000 წვრილმანია, ფოთლში უნდა მოგიხადოთ მე. ვერაფრით ვერ დაგეხმარებით რა. აიმე. გავაკეთე. უკაცრავად ერთი წუთი ვისაუბრებ. ალო.
რა მითხარი რა მაქო გასაკეთებელიო იმასთან დენის ამომრთველი გადაიწვა ხო გადაიწვა დარიგას კარგი რა ბეგლან რა რაც ერეცო რა გავგიჟდებ წერეცო ხომ მოვილაპარაკეთ მოაწესრიგეთ სათფურები ამ თქვენ სოფელში ხვითორი ქვია ხო თქვენ ხვითორში მოაწესრიგეთ და ტონობით გამოგიგზავნით წერეცოს ეხლა რომ გამოგიგზავნოთ ეს წერეცო რას უზავთ ხო სათფური არა გაქვთ სად დათესავთ ამიტომ ჯერ სათფურები და მერე წერეცო კარგი ვა კეთევან მე ხო ფიქრობდი ხო და წაიყვანე ცოტა ხო გააკეთოს ის ამომრთველი ხო გააკეთოს ოღონ დროზე დააბრუნე ვაიმე ირაკლი მე გაძლევ მაგის პირობას თან ამირანმა მითხრა სულ 5 წუთის საქმეა ამირანმა გითხრა 5 წუთის საქმეა რას მელაპარაკები ამირანმა თუ თქვა გადააცილებს კი არა 4 წუთში მორჩება ხო აი ეხლავე დაგიბრუნებ ამირანს აი სულ რაღაცა 5 წუთის საქმეა ირაკლი შენ მაგაზი არ ნერვიულო თან ხოცი ბავშვის პატრონი ვარ და შუქი მჭირდება წყალი სად გავიხსენო ჩემ მიშიკოს რა მაინტერესებს იცი დიახ თქვენი მეზობელი რო არის ნათელა მოვიდა რამე არა კაცო რა მოვიდა მაგის არაფერი არ მოშვა მაგის ტელეფონის ნომერი ხომ არ იცით ვაიმე ამირაშვილი ესე იგი რა ქეთევანმაც რა უდროს იცის ხოლმე რა შემოსვლა რა შუქი გამიბუჯდა ირაკლი შუქი არა მაგ შუქი არა გაქ ახლა შენს თავი არ მიარტყა რამე სტრიპა ეს ამირანი ეს სად ვიპოვე კაცო რა არა ბედია ყველაფერი მათ ბელესეს კუჩაბე სად უნახე დაგიგდები რა კარგი მომწ აი როგორ ისე ოჩახ რა ვიცი მე კმაყოფილი ვარ კი მე დახლა შენჯერი ჩემი ჯერია აბა ვისი ჯერია მაგრამ დაისვენე ცოტა ხარ ხო ისე დაისვენეთ ბიჭებო დაისვენე ცოტა რა ქმარი ხავს ათამა რა ქმარი ხელის გულზე გატარებს ხელის გულზე და ესა სიძე როგორია სიძე იცი რა სიძე ლოქოა მალე იღლება არა ეს შენი თაბაშირიან ძიმეთორი შენ რა ეს მარტო აგიყვანდი ზევით მარტო შენ წონა რა კარგი რა შენ იცი რა ვიფიქრე ახლა ვერ გააკეთე ბიჭო გააკეთებ თამა გააკეთე ბიჭო ვა გაიგვიძე რარი ხო გაიგვიძე მე უკვე დიდი ხანია გავიღვიძე ძალიან დიდი ხანი კეთებან რამდენი თვის არის მიშიკო 7 თვია მღვიძავს 7 თვე ნუნდე ხოცების ბლაშას რა მიდი გააკეთე მზადა თითქმის ისე ვახო ის დისკებიც რო შეცვალო და მაგარ იმაზე იქნება მაგარ ვიძე მოვა აი მე ლაშა მადუღარა ჩავთე და რაღაცა მიბეთქა ბუ და ის მე მგონი დენი ჩაქრა მე მგონი ხო შუქი ხო მე მგონი არა დენი ჩაქრა აი მე რა ვქნა იცი ისი ბრალი მგონია მე ქეთევანე თამარი ბევრს ლაპარაკობს დიდ ენერგიას რო გამოსცემს ეთყობა ის ამომრთველი გადაიტვირთა ამომრთველი და გაფუჭდა ბუხოში ამას რო კითხო უძილოა და ლაპარაკით არ იღლება რა აი ჩემი ბრალია ქმარმა დატოვა წვიმაში გარეთ და მე ამოვიყვანე ხო მაგა მე ბახო გეხვეწები წამოდი რა ნახე რა გეხვეწები მოდი აბა შენში ამოწმე მოიცა კეთება მოვალე ხა და ვნახავ ერთი რა უნდა ნახო დენმა არ დაგარტყას რა უნდა ნახო მიდი ვახო მიდი შენ თამარს უძლებ და დენმა რა უნდა გიქნეს ვახო არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ შენ ვერ მიძლებ ისე თამარ რა ვიფიქრეცი მაინც ტყილა ხარ და აი დენის ხელის ფანრები რო არის ხო იცი ხელით რო უნდა ამუშაო ეს ხო ხო აი ზუ დაიჭირო ამუშაო ჭახის მაგირობა რო გაწიო მაინც ტყილა ხარ და რა ვიცი იგი აბა კარგად ნახე რა ბახო აი კარგი ლაშა ერთი წუთი გეხვეწები და იმდენი საქმე მაქვს და არ ვიცი ახლა როგორ უნდა გავაკეთო ესე უშუქოთ საჭმელი მაქვს გასაკეთებელი სარეცხი მაქვს და სარეცხი მიშიკოს წყალი როგორ გავუცხელო მიშიკოს წყალი ვიცი რა ეს კიდე რა კეთება ამათი სახლი რო დავწვათ მაინც აქ არის
ვიცი რა ამას ვერაფერი ვერ გავუგი ახლა დახლართული რაღაცები ხო რას გაუგებდი ვერ გაუგებ არ ვიცი რა ერთი წუთია და მე რა ვიფიქრე იცი კარტოფილი გავიგე რომ არის ძალიან კარგი გამტარი ხო ერთი ხაზი რო გადმოჭიმო იქ მოპირდაპირე ბოძიდან კარტოფილის ხაზი რო გადმოჭიმო და ეს ვერაფერს ვერ მიხდება თელასი ხო მიდი და გადმოჭიმე ცხელ ხაზზე დავრეკო ცხელ ხაზზე ხო გავიდა მოიცა ჩუმად ხო ალო დიახ გამარჯობა ხო ცხელი ხაზია დიახ გამარჯობა კეთევანი ვარ ხო ვერ მიცანით თქვენ ალბათ ახალი ხართ გოგონი ხო მე კეთევანი ვარ ფეხმძიმედ ვარ ჩემს ფეხი აქვს მოტეხილი დიახ ბიძა ჩემს ცალი-თვალი აკლია დიახ აი ასეთ ხო მისმენ ხო და აი ასეთ სიბნელეში მზივართ დიახ თქვენი ხალხი ხართ გამითიშა მანდ მომეც მე ვიცი სად უნდა დარეკო კეთინო დღეს ხმაური გამოდიოდა რაღაც ქონდა იმ ხელოსანს ჩართული წიგნის მეზობლები რო ყაჭყიძე მიდი დარეკე სამსახურში მოიცადე დავრეკოთ რა როგორ გაუხარდება ღოჯი შენი ხმის გაგება მოიცადე მიდი აბა ალო მიცანი ხო თამრიკო ვარ ხო ირაკლი მომისმინე ახლა იცოდა შენ მუშას გავაცლით მას იმიტომ რომ თელ სახში გაგვეთიშა დენი ხო კარგი რაო რა გითხრა რაო მაგის ბრალი არ იქნება მაგრამ თმა შეგიძლია გააცალო აბა ეხლა მე ვიცი ერთი წუთი აი მოხვედი გუზგო როგორც იქა მოვედი მომყავს მე ეს მე-16 რაღაც შემიძლია რა თან საცობი იყო რომ მოვდიოდი მიშლის საფულზე რასაცობი იყო და ის სუკან ზანტი კაცი იყო გამოსული ძვლის შევიდა იმ თავის სახში და მე ვიდექი და ველოდებოდი ასე და მოძრაობდით აი მოგიტანი ეს ჩაი და ყავა რას დავამბარ და ქიშმეშიანი ფუნთუშა არის ქიშმეშიანი ფუნთუშა ლაითი იყო ლაითი რას ნიშნავს და აი ნახავ დიდია და ერთი წელი ქიშმიში დევს აბა დილა ვშვიდობით მაიკო იმას რა არის დაიწყო ის უკვე ის ნუცას და ლადოს სიმღერები როა არა დავთავრდა აუ შენ რომ მითხარი ბევრს იცინებო კიდე ვერ მოუსწარი ეხა მე მძინავს თუ ეს მართლა ქალის არ გახლავართ აქ მაიკო ხამე ხوارხული ნავდიმე ნახე რა მშვენიერი ამინდია გასაგებია ძალიან კარგი მოხალხე გადაიქი მან ეს ხალხი საიდან დაგეშვი მე მეკითხებით თქვენ გეკითხებით დიახ რა თქვენ სასიამოვნოა საინტერესო შეკითხვაა მაბადიეთ ვერ შეგამჩნიათ რომ შემოვედი უცებ დიახ ბოდიშ ვითხოვ ბატონო დავით არ გაგიგონიათ ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო ამ შემთხვევასთან გვაქვს ჩვენ საქმე მაგრამ ეხლა სალაპარაკოთ ამ ცალია მე ახლა შევალ აბაზანაში დიახ მოვწესრიგდები გამოვალ და შემდეგ გამაგრძოთ ჩვენი ასე ვთქვათ მუსაიფი აბაზანაში ხო აბაზანაში დიახ აი ირაკლის ხეიძე მეც კაი ტიპი ვარ რა იქით არ არის აბაზანა კაცო კიდე მომატყუა რა მოკლედ მე ახლა შევალ აბაზანაში მოვწესრიგდები გამოვალ და გამაგრძოთ ჩვენი მუსაიფი დიახ დიდი მადლობა კარგი რა დავა მაიკო das μου δεν παρακολουθεί σακμί μη κουτσπέν σακμί აბა
გამოვედი, განვაგრძოთ, დიახ, საუბარი რა აბა, გამოვედი, განვაგრძოთ საუბარი, დიახ. მაიკო, რა გჭირს? მაიკო. დანების თავი მოდი. რა? მოდი. რა კარგად არის ხო კაცო? არა, ძალიან ცუდი ამბავია. ამბავი? მა? რა არის? რა არის და ასეთი საოცარი ჩვევა აქვს მაიკოს მოკლედ. ფილმემ თუ არ უცეკვა ლათინური ცეკვა ჩაჩაჩა დილით ხო ისე სულ ესე ხასერზე იქნება მთელი დღე აღარ შემიძლია რა დავაშავე არ ვიცი რა ვქნა მე ვერცეკვა ხოლმე საერთოდ არ ვიცი ცეკვა და შემონყავს ხანვინ ამონყავს 16 საათი ხანვინ ამონყავს ხანვინ გამონყავს ჩემი მეზობელი ის და ესეთ დღეში ვარ რა აღარ მიდი კაცო მიდი ერთი ლათინო ამერიკული ჩაჩაჩა რა ისა ასეთ რამეს მედიცინა არ იცნობს ეხლა გაიცნობს რა მაიკო ძალიან თქო რა მითხარი რომ მატყუებს ეს რა მოგივიდა რა სახით მეყურებს მაიკო ძალიან თქო რა ხუმრობს ხო რა ლათინო ამერიკული ცეკვა ვინ სად მართლა Oh!